ერთად მოვამზადოთ ჰუმუსი. კარგად გავრეცხოთ 230 გრამი მუხუდო, დავუმატოთ 9 ჩაის კოვზის სოდა, წყალი და დავაყოვნოთ 8 საათის განმავლობაში. შემდგომ კი 45 წუთი ვხარშოთ. სანამ მუხუდო იხარშება, შეგვიძლია ტაჰინი მოვამზადოთ. 140 გრამი სეზამის მარცვლები დავიტანოთ ტაფაზე და ვურიოთ იქამდე, სანამ არ გახდება ოქროსფერი. პერიოდულად ჩვენს მუხუდოს ქაფიც მოვაცალოთ. მოხალული სეზამის მარცვლები გადავიტანოთ კომბაინში, პერიოდულად გვერდებით შევმოწმოთ ხოლმე, რომ არ მიიკრას, დავუმატოთ ზეითუნისეთი, გავაგრძელოთ დამუშავება, შემდეგ ისე დავუმატოთ ცოტა ზეითუნისეთი და მარილი გემოვნებით. ტაჰინიც მზადაა და თუ მარტივად ისრისება, მუხუდოც მზადაა. ყინულებიანი წყალი უფრო ფუმფულას ხდის ჰუმუსს. 2 კვილინიორი და 1 ლიმონის წვენი ჩავამატოთ ბლენდერში. დავუმატოთ 9 ჩაის კოვზი კვლიავი და შავი პილპილი. ალიც იმის მიხედვით დავამატოთ, ჩვენ როგორი კონსისტენციისაც მოგწონს. გავაფორმოთ ზეითუნის ზეთით, წიწაკის ფანტელებით, ჭხირებად დავჭრათ ბოსტნეულიც და შეგვიძლია გამოვიყენოთ სომხური ლავაშიც, მაგრამ მე პირადად ანთების საწინააღმდეგო კვებაზე ვარ, პურს არ ვიღებ და შესაბამისად მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევენ სომხურ ლავაშს. მეტი სასარგებლო რეცეპტისთვის გამოგვიწერეთ და მოიწონეთ ვიდეო.